დიდი ამბებია ძალიან იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს საქართველოში არის უკვე დაბანდებული და ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 6 მილიარდი დოლარის დაბანდება უნდა მოხდეს საქართველოში ერთი აჭარაში, გონიოს მიმდებარე ტერიტორიაზე და მეორე თბილისთან ახლოს კრწანისის ტყეპარკში. მე მინდა რომ უბრალოდ ჩემი აზრით დავაფიქსირო ამასთან დაკავშირებით და გააგაცნოთ ის მოცემულობა, რომლის გარშემოც ხდება შეჩერება როგორც მაგალითად ოპოზიციურად განწყობილი ძალების, ასევე ნეიტრალური ნებისმიერი პოლიტიკური მიეკუთვნებულობის ჯგუფის საკმაოდ მივფიქრობ სამართლიანი შესწორებები და ასევე რა განმარტებებს იძლევა დღეს საქართველოს ხელისუფლება. მოდით დავიწყოთ იმასთან დაკავშირებით, რა განმართლებას უძებნის ამას ქართული ოცნება, რომელიც არის დღეს მმართველი პარტია. რასაკვირველი ხა ამას რა განმართლება შეიძლება მოეძებნოს ამასთან დაკავშირებით, მე ხომ მსჯელობა ძალიან მარტივია, მაგრამ მოდი მაინც ეს ორჯერორი ჩამოვაყალიბოთ, რომ 6 მილიარდის დაბანდება დღეს საქართველოს ეკონომიკაში საკმაოდ მომგებიანი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, იმერჯ ჯგუფი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მასშტაბური კომპანია ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია, რომ ის დაინტერესდა საქართველოში როგორც ინფრასტრუქტურული განაშენიანებას, როგორც ისინი უძახებენ ამ საკითხში ჩართვისთვის და 6 მილიარდიც ახლა არ არის მცირედით ახლა საქართველოს ბიუჯეტისთვის, რომელიც შესაძლოა შემდგომ мотиваცია გახდეს იმისთვის, რომ სხვა ადამიანები, სხვა უცხოელები დაინტერესდნენ ამასთან დაკავშირებით. მაგრამ აქ არის კონკრეტული საკითხი წამოჭრილი. აქ არის წამოჭრილი საკითხი ეროვნებასთან დაკავშირებით, ხო? არ მინდა რომ რაღაც უხეშად ჟღერდეს და ისე გამომივიდეს, რომ ხა თითქოს რაღაც აქ ვინმე რასისტია, ან რეალურად ის ადამიანები, რომლებიც ამასთან დაკავშირებით საკუთარ შეშფოთებას გამოხატავენ, ისინი არიან რაღაც ქსენოფობიურად განწყობილი ტიპები. არა, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ როდესაც მოხდება ამ სამუშაოების დაწყება, ჩამოვა ძალიან ბევრი უცხოელი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომლებიც რეალურად აქ დასახლდებიან და ამას რასაფრთხეები შეიძლება ახლდეს თან, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს რომ იყოს რომელიმე ევროკავშირის ქვეყანა, ან ამერიკის შეერთებული შტატები, ამასთან დაკავშირებით, ეს ქაოსი არ წარმოიქმნებოდა და მე მეც პირადად ცავიდან სანამ გავერკვევოდი ცოტა უფრო მეტად ამასთან დაკავშირებით, პირველი ფიქრი მქონდა ის, რომ ეს არ არის მაგალითად გერმანია, ეს არ არის მაგალითად ლიეტუვა, საიდანაც ჩვენი კულტურები არის ესე დაახლოებით და მათგან წამოსული დაბანდება და თუნდაც მათგან ჩამოსული მუშახელი, რა თქმა უნდა, ხა ემიგრაცია ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეხლა სადაც გერმანიიდან რო შემოდის საქართველოში, რომლის კულტურა, ჩვენი კულტურები როცა ძალიან გავს, როდესაც ორივე ევროპის ნაწილი ვართ და როცა არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ხდება ამ ფინანსების შემოდინება. მოდი ხა გავამახვილოთ ყურადღება იმ საკითხებზე, რა საკითხებზეც საუბრობს მაგალითად აი ამ პროექტის დაჯგუფებები. ამასთან დაკავშირებით პირველი საკითხი წარმოიჭრება იმასთან დაკავშირებით, თუ რეალურად რა უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ადამიანები მიიღებენ სამუშაო ვიზას, როგორც მოგვეხსენება, საქართველოში შემოსვლა შესაძლებელია ან უვიზოდ, ან ვიზით, უვიზოდ შემოსული მოსახლეობა, ეს თავი კატეგორია, რომელთანაც გახსნილი გვაქვს და დაახლოებით 180 დღის განმავლობაში შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა, გადაადგილება და ასე შემდეგ. მაგრამ რაც შეეხება ვიზას, აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან, მათ შორის არაბულ სახელმწიფოებთან ძირითადად გვაქვს ვიზით მიმოსვლა და მისი ერთ-ერთი სახეა D-ტიპის ვიზა, D-კატეგორიის ვიზა, რომელიც რეალურად თუ გაფორმდა სამუშაო ხელშეკრულება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კომპანიაში ან ქართულ კომპანიაში, ამის საფუძველზე უცხოეთის მოქალაქეს, ადამიანს, რომელსაც არ აქვს არც საქართველოს მოქალაქეობა და არც არანაირი სტატუსი არ გააჩნია საქართველოში, ამის საფუძველზე შეუძლია შეავსოს ელექტრონულ პორტალზე და მიიღოს საქართველოში გადაადგილების დროებითი ბინადრობის უფლება შესაძლოა მოიპოვოს 1 წლის ვადით. ამასთანავე ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად გვაქვს ჩვენ სამართალში მოქმედებს პრინციპი, რომლის მიხედვითაც არ უნდა მოხდეს ოჯახების გაყოფა, შესაბამისად თუ ერთი ადამიანი იღებს დროებითი ბინადრობის უფლება საქართველოს ტერიტორიაზე, ოჯახების არ გახლეჩვის პრინციპის თანახმად უნდა მოხდეს უნდა მიეცეთ ამ ადამიანებს უფლება, რომ მათი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ამ და სხვა კონკრეტული ცვლილებების, მაგალითად როგორ ხდება ბინადრობის
კანონების მოპოვება და ასე შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე კარგად ჩაშლილი კანონი არის ზუსტად ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქალაქეობის არ მქონე პირთა შესახებ კანონი, რომელიც უშუალოდ განსაზღვრავს იმას, თუ ვის აქვს უფლება საქართველოში ბინადრობის, ვის აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება, ვინ რა დროის განმავლობაში ახერხებს საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენას, როგორც ტურისტული ვიზით, რომელიც არის ამ შემთხვევაში C კატეგორიის ვიზა, ასევე დიპლომატიური მისიები და ასევე D კატეგორიის ვიზა, რომელმაც ყველანი ასე შეგვაშფოთა, რომელიც შეეხება სამუშაო ვიზას. ეხლა ვისაუბროთ იმ მიმართულებით, რომ რამდენად რეალურად მარტივია აი აქ დარჩენის შესაძლებლობა. დარჩენის შესაძლებლობა არის საკმაოდ მარტივი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს ადამიანები თუ ჩამოვლენ დაახლოებით 1 წლის ვადით, მათ შეუძლიათ რომ 1 წლის შემდეგ თუ არ მოხდება მათი მხრიდან გარკვეული კანონმდებლობის დარღვევა, კანონების დარღვევა, მათ შესაძლოა მოითხოვონ აი ამის საფუძველზე განაახლონ საკუთარი სამუშაო ვიზა, რომელიც განაახლებს მათი ბინადრობის უფლებას კიდევ 1 წლით. გარდა ამისა, ეს იქნება мотиваცია იმისთვის, რომ რეალურად აქ დაფუძნენ ოჯახები და აქ აწარმოონ მათ საკუთარი როგორც ბიზნესი, ასევე შრომითი კოდექსის დაცვით აქ დასახლდნენ და ასე შემდეგ. შემდეგი საკითხი არის ის, რომ თუ ვინ იყიდის ამ ბინას რეალურად და დამფუძნებლები, როდესაც მივიდნენ ერთ-ერთ ტელეარხზე, თორსები იმედზე იყვნენ მისულები, მათ განაცხადეს, რომ აი ამასთან დაკავშირებითაც იყო საკმაოდ დიდი შეშფოთება, რომ თვითონ დამფუძნებლები აცხადებდნენ, რომ დიდი ნაწილი ეს იქნება გათვლილი უცხოეთის მოქალაქეებს და აქ ვის უნდა ხო რომ უცხოეთის მოქალაქეები შემოვიდნენ და შეისყიდონ ჩვენი ტერიტორიები, რაც არის საკმაოდ ნამდვილად შემაშფოთებელი და განსაკუთრებით ეს ადამიანები იქნებიან სავარაუდოდ არაბულ სახელმწიფოებთან, მუსულმანურ სახელმწიფოებთან ასოცირებული პირები, სადაც პირველ რიგში მოხდება ამ პროექტის გარეკლამება და ჩვენი დემოგრაფიული საფრთხეებიდან გამომდინარე, რამდენად შემაშფოთებელი შეიძლება იყოს იქ, რომ აქ ამ ადამიანებმა მოიკიდონ ფეხი, რომლებიც საერთოდ სხვა კულტურის წარმომადგენლები არიან. ერთია რომ ისინი შემოდიან სამუშაო ტურისტული ვიზით და აქ ათვალიერებენ არ ვიცი კახეთს, ქართლს, იმერეთს, აფხაზეთს ჯერჯერობით ვერა, მაგრამ დაბრუნდებიან საკუთარ სახლებს, მაგრამ მეორეა, როცა ისინი სახლდებიან აქ უკვე ოჯახებით. განსაკუთრებით ასევე შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ რეალურად მუსულმანურ სამყაროს ახასიათებს ძალიან სწრაფი გამრავლება და ისინი შედიან არა იმით, რომ მოირგონ არსებულ სიტუაციას, არამედ არ აქმნიან საკუთარ დასახლებებს, საკუთარ სუბკულტურებს. ამის ძალიან კარგი მაგალითია დიდ ბრიტანეთში, ინგლისში, ჰამლეტ ტაუერში, რომელიც აბსოლუტურ უმრავლესობას დღეს შეადგენენ მუსულმანური სამყაროს წარმომადგენელი ადამიანები, რომლებიც კი არ პატივს, კი არ სცემენ ინგლისურ კულტურას, არამედ პირიქით შემოიღეს 105 სასამართლოა თუ არ ვცდები დღეს დაახლოებით არაფორმალურად, რა თქმა უნდა, არაკანონიერად გატარებით, რომლებიც თვითონ აი ამ საკუთარი სამართლით ასამართლებენ ერთმანეთს, ახალგაზრდა გოგოები დაწყებითი კლასებიდან ქრებიან სკოლებიდან, იმიტომ რომ როგორც ვიცით, რომ მუსულმანურ სამყაროს და არაბულ სახელმწიფოებს ახასიათებს ზოგადად ეს ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვანთა ქორწინება, რომელიც არის სისხლის სამართლის დანაშაული საქართველოში, ისინი მკვეთრად ჩადიან ევროპის ბევრ ქვეყანაში უმძიმეს დანაშაულებებს, ისინი არ სცემენ ადგილობრივ კანონებს პატივს და რეალურად ეს ზუსტად ეს პროემიგრაციული პოლიტიკა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა დღეს როგორც ევროპის სახელმწიფოებისთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და კანადისთვის, უბრალოდ დღეს აი ხო ჩვენ ცხოვრების ამ პერიოდში თვალს უსწორებთ და უყურებთ ინგლისის გამოღვიძებას, როდესაც უამრავი ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე ქუჩაში, ისინი საკუთარი ფანჯრებიდან ფენენ წმინდა გიორგის დროშას, რომელიც არის ინგლისის ეროვნული დროშა და ამასთან დაკავშირებით პირიქით მთავრობა, ეს ზედმეტად ლიბერალური მთავრობა დაასწრებს ამ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ეროვნულობას იცავს და კოშმარული მონაცემები და კოშმარული მდგომარეობა გვაქვს ემიგრაციასთან დაკავშირებით ინგლისში. ეხაც 2 დღის წინაც მე ყურადღებით ვადევნებ ხოლმე ამ საკითხებს თვალს, იმიტომ რომ ჭირდება ამასთან დაკავშირებით ინფორმაციების მოძიება. 2 დღის წინაც იყო, ზუსტად 2 დღის წინ იყო შემთხვევა 1 ნოემბერს, როდესაც 1 თუ 2 ნოემბერს დღეს არის 2025 წელს მოკლედ, თუ წლების მერე ვუყურებთ ამ ვიდეოს, როდესაც 2 ადამიანმა დაჭრა 10 ადამიანი მეტროში და აი ხალხის ბუნებრივი რეაქცია რა იყო, რომ ეს ადამიანები იყვნენ მუსულმანური სამყაროს წარმომადგენლები. ანუ უკვე შესაძლოა ხა ეს 2 ადამიანი არ ვიცი გამოძიება რა შედეგებს ადებს. შესაძლოა საერთოდ არც იყვნენ ამ სამყაროს წარმომადგენლები, მაგრამ ხალხში უკვე ძალიან დიდი აგრესია არის, რომ გაუთავებელ დანაშაულებს შედიან ეს ადამიანები, ძალიან დიდ დაუსრულებლად დიდი ჩამონგრევლად
გარდაცვალი არსებობს ყოველდღიურად რა დანაშაულებებს ჩადიან ეს არალეგალური თუ ლეგალური ემიგრანტები, რომლებსაც უბრალოდ დასავლური რომლებიც უბრალოდ თავისი არსებობით და ამგვარი მოქმედებებით დასავლურ კულტურას აყენებენ უდიდესი საფრთხის ქვეშ. ეხლა ძალიან რომ აღარ ვთქვათ განვავრცო ეს ვიდეო, ის არის რომ რეალურად ამას ვერ აგვარებენ დღეს მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოებიც კი და ჩვენ რატომ უნდა გავიხადოთ ასეთი პრობლემა და ამასთანავე გამოსავალთან დაკავშირებით რაც მინდა დავამატო არის ის რომ თუ უკვე მოწერილია ეს კანონი პროექტი ხა ამას უკვე ვეღარავინ ვეღარ გაიწევს ხო ვერც კობახიძე გაიწევს ხა ამას ესე მარტივად უკან ნუმაში რაღაც საკმაოდ ისეთი მდგომარეობები უნდა დაიძაბოს ხო და ვერც ხა ესე მარტივად ამას ვეღარ გააგრძელებენ, მაგრამ საქართველოს მთავრობა ზუსტად იგივე კანონის, რაც დასაწყისში ვახსენეთ, რომელიც აწესრიგებს უცხოელობის და საქართველოს სტატუსის არ მქონე, ასევე მოქალაქეობის არ მქონე პირებისთვის გადაადგილების, ცხოვრების, სამუშაო ვიზების უფლებას, ამას აწესრიგებს საქართველოს მთავრობა და რასაკვირველია საქართველოს პარლამენტის გავლით. ეს არის ზუსტად მეექვსე მუხლია აი ამ ჩვენი კოდექსის, რომელიც აი ამ ურთიერთობებს აწარმოებს და აი ამის საფუძველზე მათ უნდა მოახდინონ რაღაცების გადანაცვლება, რომ ასე მარტივად ვერ მოხდეს ჩვენგან სრულიად განსხვავებული კულტურის აქ დასახლება და აი ამ მდგომარეობამდე მიყვანა. მადლობა ყურადღებისთვის.